გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ანუკა გუავა გაგაცნობთ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე ხვალ იკრიბება. სტრასბურგში ქართულ დელეგაციას თია წულუკიანი უხელმძღვანელებს მმართველგუნდს დაგეგმილი აქვს არაერთი შეხვედრა. ოპოზიცია კი ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. მოთხოვნა ოფიციალურად ჯერ დაინიცირებული არ არის, თუმცა ამ შინაარსის წერილი სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა. ქართული ოცნება ოპონენტების ქმედებებს ანტიქართულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს მოთხოვნაც ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიის ნაწილია. ლევან ფანცხავა მოისმინა მხარეების პოზიციები და ის გვეტყვის ახლა უფრო მეც ამ თემაზე. ლევან, გისმენთ. დიახ, ბრიუსელის შემდეგ სტრასბურგი. ამ შემთხვევაში ოპოზიცია სტრასბურგისგან ითხოვს, რომ არცნონ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ ისინი სტრასბურგში ჩავლენ და საკუთარ პოზიციას ადგილზეც გააცნობენ მათ, თუმცა მანამდე ამბობენ, რომ მათი წერილის მიზანი იყო იცოდეს სტრასბურგმა, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და მათივე განმარტებით მათი სურვილია ასევე, რომ ქვეყნის ევროპული კურსი გაგრძელდეს და ევროპული მომავლიდან ქვეყანამ არ გადაუხვიოს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ იმასაც, რომ ანტიქართული ამ წერილში არაფერია და მათი მიზანი ერთადერთია, რომ სტრასბურგში ხმა მიაწვდიდნენ კონკრეტულ პირებს. კრიტიკული ანგარიშიც, რომელიც ვებგვერდზე დევს და რომელიც უნდა იქნას განხილული, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ როგორ ხელყო ყველა ის ვალდებულება, რომელიც საქართველოს ამ ორგანიზაციაში ჰქონდა. ჩვენი თანაგუნდელი იქნება ჩვენი პარტნიორი პარტიის მოწვევით ადგილზე და რა თქმა უნდა, პირისპირ გარდა იმ წერილისა, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ და მივწერეთ მათ, პირისპირ იქნება შეხვედრები. მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი და ეს არის მათი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა ის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ საქართველოს დემოკრატიის და ევროპული მომავლისთვის. საკითხის ინიცირების შემთხვევაში ქართული ოცნების წევრები იმედεύენ, რომ სტრასბურგი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორი გადაწყვეტილებას სურს ქართულ ოპოზიციას. ისინი აცხადებენ, რომ არ ახალია, როდესაც ოპოზიცია არა სახელმწიფოებრივად და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს. რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანი არის ქართული სახელმწიფოს ოპოზიცია და არა ქართული ოცნების ოპოზიცია და მათ შორის პაციესთან დაკავშირებული მათი განცხადება და წერილი არის ანტიქართული გადაწყვეტილება, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რადგან ისინი ცდილობენ, რომ შეუჩერდეს საპარლამენტო დელეგაციას უფლებამოსილება იმ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის წევრები ჩვენ 26 წელია ვართ. თქვენ გახსოვთ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი, მოხსენებლების ვიზიტი, ადამიანის უფლებათა კომისარის ვიზიტი და რა თქმა უნდა ეს ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ახალი მანდატით არჩეულ ქართულ ოცნებასთან, როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო დონეზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თია წულუკიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაარწმუნოს ჩვენი პარტნიორები, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მონგებიანი არც საქართველოსთვის და არც ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციისთვის და ასევე ვფიქრობთ, რომ თავად საპარლამენტო დელეგაციის წევრებსაც ექნებათ გამგედაობა, რომ დაეხტუნოს სიმართლეს და არა იმ სიცრუეს და დეзინფორმაციას, რომელიც მათ ოპოზიცია მიაწოდა, რომელსაც ავალებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არ არიან ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის განვითარებით. ევროპის საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე ხვალ შეიკრიბება, ქართულ დელეგაციას კი თია წულუკიანი უხელმძღვანელებს. მადლობა, ლევან ფანცხავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. 6 დღიანი მმართველობის თავზე ამერიკის 47 პრეზიდენტი დაპირებების სისრულეში მოყვანას იწყებს. დონალდ ტრამპი ისევ გრენლანდიის დაბრუნებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის უპირატესია ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვა და ამერიკული ოჯახების კეთილდღეობაზე სრულმა. რა განცხადებებს აკეთებს დონალდ ტრამპი, დეტალებით ლუკა ჩანგელია შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ლუკა, გისმენთ. დონალდ ტრამპი უკვე 6 დღე არაც ოფიციალურად ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის უფლებამოსილებას ასრულებს და მთელი ამ დროის განმავლობაში მან არაერთი შეხვედრა გამართა ამერიკელ ხალხთან. ერთ-ერთი მათგანი იყო ლას-ვეგასი, სადაც ის ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს შეხვდა და სწორედ ამავე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს მათ მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მან ამცნო, რომ ისინი თავისუფლდებიან საგადასახადო საკომისიოსგან. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია ეგრეთ წოდებულ თიფებზე, რომელსაც მომსახურების სფეროში, კაფეებში, რესტორნებში, ბარებში ან ნებისმიერ სხვა ადგილას დასაქმებული ადამიანები მადლობის ნიშნად იღებენ მათი მომხმარებლებისგან. დონალდ ტრამპმა მათ უთხრა, რომ სწორედ ეს გადასახადი 100%-ით იქნება გათავისუფლებული ნებისმიერი სახის საკომისიო გადასახადებისაგან. საკმაოდ დიდი ოვაციები მოჰყვა მის ამ გადაწყვეტილებას. ამერიკელი ხალხი სკანდირებდა დონალდ ტრამპის სახელს და მადლობას უხდიდნენ 47 პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილების გამო. ერთ-ერთი მთავარი საკვანძო საკითხი, რაც ამავე
შეხვედრაზე ამავე ნაწილში დონალდ ტრამპმა გამოყო იყო ის, რომ მის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება იქნება დასაბუთებული მყარი არგუმენტებით და კანონი, რომელსაც ის ამ თემასთან დაკავშირებით მიიღებს, იქნება სხვადასხვა გარანტიებით ახსილი, რის გამოც არავის არ ექნება მომავალში იმის შესაძლებლობა, რომ რაიმე სახის გადაწყვეტილება ან ცვლილება მიიღოს ამ საკითხთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში ვიმუშავებ კონგრესთან, რათა მაგიდაზე დავდო კანონპროექტი, რომელიც შეამცირებს გადასახადებს მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის, ოჯახებისთვის, მცირე ბიზნესისთვის და რაც მთავარია, შეასრულებს ჩემს დაპირებას. ასე რომ თუ ხართ რესტორნის თანამშრომელი, ოფიციანტი, სასტუმროს დიასახლისი, ბელჰოპი ან ბარმენი, რომლის შემოსავლის მთავარი წყაროც ეგრეთ წოდებული ტიპსია, თქვენთვის მოცემული თანხის 100% იქნება თქვენი, რა უნდა იყოს ამაზე კარგი. შიდა პოლიტიკასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი აქტიურად საუბრობს გრენლანდიის საკითხზეც. დონალდ ტრამპი კვლავ ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შემოიერთოს გრენლანდია, რადგანაც ეს არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე, რომელზეც ტრამპმა ყურადღება გაამახვილა, იყო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვება. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მან მიიღო გარკვეული შეთავაზება ორგანიზაციიდან იმის შესახებ, რომ ამერიკის გადასახადი 500 მილიონიდან 39 მილიონამდე შემცირდება. სწორედ ამიტომ მისივე თქმით შესაძლოა ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით გადაიხედოს. ასევე ტრამპი ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რაც შეიძლება მეტი უნდა გადაუხადოს საუდის არაბეთმა და ის ფიქრობს, რომ სწორედ ამ პროცესში მისი როლი იქნება გადამწყვეტი. ჩვენ დავტოვეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელსაც წელიწადში $500 მილიონ ვუხდიდით. ჩინეთი კი $39 მილიონ იხდიდა. მიუხედავად იმისა, რომ იქ მოსახლეობის რაოდენობა გაცილებით მეტია. შემოგთავაზეს, რომ ჩვენც შეგვიმცირებენ გადასახადს. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია დავფიქრდეთ და რაღაც შევცვალოთ. სხვათა შორის, საუდის არაბეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში $600 მილიარდი ინვესტიციას აპირებს. არჩევნების გამო. ჯერა რომ მათ მეტის გადახდათ შეუძლიათ და ვთხოვ, რომ 1 ტრილიონი გაახადონ. ეს ბევრად უკეთესი იქნება. 6-დღიანი მმართველობის თავზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკვე არაერთი გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპი კვლავ აანონსებს მომავალში მის მიერ დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება. მადლობა, ეს ლუკა ჩანგელია იყო. ამერიკის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეჩერებულა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა. ზელენსკიმ არც ჰუმანიტარული დახმარების შეჩერება დაადასტურა. ცნობისთვის ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რამდენიმე დღის წინ დაანონსა, რომ შტატები 90 დღე დაფინანსებას აჩერებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინა ამერიკისგან სამხედრო დახმარების 40%-ს იღებს. დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპს აქვს რეალური შანსი დაასრულოს ომი, თუმცა ამის განხორციელება მხოლოდ უკრაინის ჩართულობითაა შესაძლებელი. სხვანაირად არ გამოვა. მსოფლიოში ძალიან ბევრია ისეთი ინსტიტუტი, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება. ამჯერად მე სამხედრო დახმარებაზე ვარ ორიენტირებული, რომელიც მადლობა ღმერთს არ შეჩერებულა. უკრაინის იერიში სამიზნე რუსეთის რიაზანის ოლქი გახდა. 15 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენების შედეგად ცეცხლი ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას გაუჩნდა. უცხოური მედიის ცნობით, ეს კიევის მხრიდან რუსეთის რეგიონზე წლის ყველაზე მასიური თავდასხმა იყო, მათ შორის მოსკოვზეც. კიევში კი რუსეთის თავდასხმას 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დედაქალაქის მახლობლად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. უკრაინის მხარდაჭერას თუ შევწყვეტთ, ეს იქნება ეს ომი შეიძლება ჩვენი გახდეს, ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი. ასე ბორის პისტორიუსმა კრიტიკოსების მოსაზრებას უპასუხა, რომ გერმანიამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს, რადგან ეს გერმანიის ომი არ არის. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვლადიმერ პუტინი მუქარის განსახორციელებლად საჭირო პირობებს ქმნის, მათ შორის ზრდის ტანკების წარმოებას და ჯარისკაცების რაოდენობას.
რობერტ ფიცო ვოლოდიმერ ზელენსკის სლოვაკეთის საშინაო საქმეებში ჩარებაში ადანაშაულებს მიზეზის სლოვაკეთში გამართული აქციების მხარდაჭერაა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საპროტესტო აქციის ფოტოზე დაწერა ბრატისლავა არ არის მოსკოვი, სლოვაკეთი ევროპა. ფიცო ზელენსკის ამ ქმედებას არაადეკვატურ ჩარებას უწოდებს და ამბობს, რომ ის უკრაინის ლიდერთან შეხვედრას ჯერჯერობით აღარ აპირებს. მანამდე სლოვაკეთის პრემიერმა თქვა, რომ მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეთა მესამედი უკრაინელია, რომლებიც სლოვაკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არიან. საპროტესტო აქციები ლოზუნგით სლოვაკეთი ევროპა გუშინ 30-მდე ქალაქში გაიმართა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თელ-ავივის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. მათი მთავარი მოთხოვნა ყველა ისრაელელი მძევლის ქვეყანაში დაბრუნებაა. გუშინ ჰამასმა ისრაელს 3 მძევალი გადასცა, სანაცვლოდ კი ღაზა სექტორში ისრაელის მიერ დაკავებული 200 პირი დაბრუნდა. ואנחנו משפחות אחת 7 ימים של იტალიაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს. პოლიციამ ყველა მათგანი უდინეს პროვინციაში აიყვანა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით სახელმწიფო პოლიციამ უდინეს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩაატარა. უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა სასამართლო უწყებებში ყოფინა, რომ ქართველი ქალების მნიშვნელოვანი რაოდენობა საგადასახადო კოდის მოსაპოვებლად თავს ევროკავშირის მოქალაქეებად წარადგენდნენ. იყენებდნენ სლოვაკეთის, პოლონეთისა და ლიეტუვის პირადობის მოწმობებს, რაც მათ მუშაობის უფლების მიღებასა და იურიდიული საგადასახადო და ჯანმრთელობის შეღავათებით სარგებლობაში ეხმარებოდა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ არსებობს კარგად სტრუქტურირებული ორგანიზაცია, რომელიც დოკუმენტებს საზღვარგარეთ აწარმოებს და დაახლოებით 600 ევროს გადახდის შემდეგ მათ მყიდველებს აწვდის. გამოძიება ახლა იკვლევს, ვინ შეიძინა ყალბი დოკუმენტები და თუ გამოძიება დაადგეს, რომ დაკავებულები იტალიაში ბინადრობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, მათ ქვეყნიდან გააძევებენ. დროებით დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა და ამ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლების ჩართულობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა და ზუგდიდის მერმა. ლაშა ქარდავა და მამუკა წოწერია ზუგდიდში სამედიცინო ცენტრ დიომედს ესტუმრნენ, ისაუბრეს მომავალი წლის გეგმებზე და საერთო პროექტებზე. დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების თანამშრომლები. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ზუგდიდია ნამდვილად. მადლობა მინდა გადაუხადო კულტურული შეხვედრისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია დევნილთა მიმართულება, ვინაიდან ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოირჩევა სიმრავლით აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის და მნიშვნელოვანია ის კარგი ურთიერთობა, რომელიც ტრადიციულად არის სამინისტროსთან. მიმოვიხილეთ თანამშრომლობის არსებული ეტაპი და დავიგეგმეთ 2025 წლის. მასტერკლასი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის აფხაზეთის ძიუდოს აკადემიაში ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელშეწყობით ჩატარდა. მასტერკლასები ევროპის სამგზის პრიზიორმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და საქართველოს სამგზის და მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ჩაატარეს. მათ სპორტსმენებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს. დარწმუნებული ვარ, ეს დღე იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი მომავალი ჩემპიონებისთვის და აუცილებლად სამინისტროს მხრიდან გაგრძელდება აღნიშნული ინიციატივები. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს სპორტსმენებს, ავთანდილს და ლუხუმს. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ასეთი ინიციატივა და ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი არის. მე ვფიქრობ, რომ სპორტი და კულტურა აერთიანებს ყველას და რა თქმა უნდა, აფხაზეთი ეს ჩვენი გულის ტკივილია და ჩვენ მზად ვარო ყველაფერში რაც შეგვიძლია ხელი შეუწყო ჩვენ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს. ბედნიერი ვარ ამდენ ახალგაზრდას რომ ხედავ, არიან დაკავებული სპორტით. გვინდა რომ ჩვენი გამოცდილება გაუზიარო. ჩვენზე რაც იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ბავშვებმა მიაღწიონ წარმატებას და ასახელონ ჩვენი ქვეყანა. ორი მსოფლიო ჩემპიონი როდესაც მოდის და ესეთ მასტერკლასებს ატარებენ, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის პირველ რიგში სტიმულია. ამ სტიმულიდან გამომდინარე უკვე მზად არიან მე შეჯიბრებებზე ჩიშიც აღარ აქვს.
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიო თასი ჩატარდა, სადაც სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კიდევ ერთმა ქართველმა ბექა ბაზაძემ დაძაბული ბრძოლების ფონზე T64-ში შესვლა მოახერხა. ტურნირში, რომელშიც სულ 253 მოფარიკავე მონაწილეობდა, იესპარეზეს ვახტანგ გარჩვაძემ, ალექსანდრე და დავით თავართქილაძეებმა და ასევე ალექსანდრა კუვაევამ. ძალიან რთული ორთაბრძოლები მქონდა. საკმაოდ კარგად გავიარე ყველა ეტაპი და ნახევარფინალში ოლიმპიურ ჩემპიონთან საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო, რაც სიმართლე გითხრათ ძალიან მინდოდა მოგება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველასთან მოგება მინდა, მაგრამ ესე მოხდა, ჩემი აზრით ყველაფერი წინ არის, ეს არის დასაწყისი ახალი გამოწვევების, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, დარწმუნებული ვარ, რომ წინ კიდევ ძალიან ბევრი გამარჯვება გველოდება. მე ვპირდები ჩემს გულშემატკივარს, რომ მათ გავახარებ და იქნება ძალიან დიდი გამარჯვებები და იქნება ბევრი ოქროს მედალი. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 3-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე, რუსთავი 2 წერტილი ჭიტრებით.